ბოლო ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ესეთი ქართველობისა და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. Ესე იგი, რა გინდათ ბოლო აი მაინტერესებს ეს სტალინი გარდაიცვალა უკვე კარგა ხანია. Რატო არ აჩერებთ მიწაში და რატო გინდათ რომ რეალურად ესე იგი ყველაფერი ისტორია თქვენ უჩაგმა და ყველაფერი უკუღმა დაატრიალოთ. ესე იგი, ეხლა დაიწყეს ესე იგი ბრძოლა რომ სტალინის ძეგლთან დაკავშირებით არის აჟიოტაჟი ატეხილი გორში სადღაც დგას ეს ძეგლი და ითხოვენ რომ ეს ძეგლი უნდა მოიხსნას. ეს სიუჟეტს გაჩვენებთ. დიქტატორის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარეს. საუბარია სტალინის მონუმენტზე, რომელიც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში ამ დრომდე დგას. ფაქტს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და თვლიან, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლი ახალბაღიდან საერთოდ უნდა აეღო. თემაზე გიორგი ახალკაცი მუშაობს და დეტალებით ახლა ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, რატომ არ გააქვს ხელისუფლებას ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი ტერიტორიიდან? Თათია, გორში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას კანონის აღსრულების მოთხოვნით, კერძოდ სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ საჯარო სივრცეებიდან ხელისუფლებამ აიღოს სტალინის ძეგლები და მონუმენტები, თუმცა ამ მოთხოვნის გათვალისწინების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ სტალინის ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება. ასეთ ფაქტს ბოლო პერიოდის განმავლობაში გორის კულტურისა და დასვენების პარკში ქონდა ადგილი. პარკს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციის ფარგლებში ხელისუფლებამ ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარა სტალინის ძეგლსაც, რომელიც ამ პარკში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგეს. ფაქტს აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები, მათი თქმით, ისევე როგორც ოკუპანტ რუსეთშიც, საქართველოშიც ხელისუფლება ახლა აი ამ ფორმებით ცდილობს სტალინის კულტის გაძლიერებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ მიიღო, რაც გულისხმობს, რომ ძეგლები, ბარელიეფები, კომუნისტური და ტოტალიტარული და ფაშისტური ძეგლები და მონუმენტები აღმოფხრილი უნდა იყოს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვთ და მივმართავთ, რომ აღასრულონ კანონი თავისუფლების ქარტია. თუმცა ამასთან დაკავშირებით რეაგირება არ არის და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ იმის მაგივრად, რომ კანონი აღასრულონ, პრორუსული ძალები არიან გააქტიურებულები. ვხედავთ უკვე როგორ იცვლებას ასევე საქართველოში და იზრდება სტალინის რეიტინგი და ეს ერთი მხრივ არის დამოკიდებული და განპირობებული იმით, რომ დეзинფორმაციული გვერდები, პროპაგანდისტული გვერდები, რომლებიც დაკავშირებულია ხანდახან პირდაპირ რუსეთთან, ხანდახან ქართულ ოცნებასთან, ხელს უწყობენ აი სტალინის პოპულარიზაციას. და ეს ავტომატურად მე ნიშნავს იმას, რომ აისახება ძეგლებზეც, ხო, ანუ 2012 წლიდან დღემდე თუ არ ვწდები, სწორედ არ მახსოვს 12 ძეგლი აღიმართა, დაიდგა, რეკონსტრუქცია მოხდა და საზოგადოების პროტესტი ამის მიმართ არ არის. კანონი თავისუფლების ქარტია საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს მიიღო. ამავე წელს ჩვენ ვნახეთ, რომ გორის ცენტრალური მოედნიდან აიღეს საბჭოთა დიქტატორის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე 60 წელზე მეტხანს იდგა. მას შემდეგ გორში სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, რომ ქალაქის მთავარ გამზირს გადაერქვა საბჭოთა დიქტატორის სახელი, თუმცა ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს ასევე არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება, რომელმაც, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხნის წინ გორის ისტორიულ პარკში დიქტატორის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარა. რა ვიცი ახლა ერთი რამე არის მეგობრებო რა, რომ ერთი რამე არის, რომ აი გორში გამოდის ვიღაცა, ესე იგი ადამიანები და ესე იგი ითხოვენ, რომ ესე იგი სტალინის მოედანსვაცო, სტალინის სახელი გადაარქვითო, ის ძეგლი სადღაც არის, არ ვიცი სად არის, იქიდან აიღოსო. და საერთოდ ხსენება არ იყოსო გორში სტალინისო რა. დღეს აი გორში თითეულ ოჯახში, რა ვიცი, სუფრა რო არის, იშვიათი არის ხა, რომ სადღეგრძელო არ დალიო გორში სტალინის. პირველი სადღეგრძელო სტალინის არის მე მგონი. ნუ პირველი თუ არა, მერამდენია. ჯო, გასაგებია, რომ არ გიყვართ ეს სტალინი და გეზიზღებათ. გასაგებია, რომ უკრაინის საელჩოს
იმებს აფრიალებთ ამ მუზეუმში და იმისი რეპრესირებულთა ოთახი გახსენით ამ იმაში მუზეუმში. რა გინდათ მართლა ფული შემოაქვს ამას ამ კუთხით მაინც მიუდექი ჯერ ეგერთიც არასწორია ესა კაცმა ფაშიზმი დაამარცხა დღეს აი ამ გორში რომ დადიხარ და საერთოდ რო ცხოვრობ ეგ არის კაცის დამსახურება იმიტომ რომ ეგ კაცი რო არ ყოფილიყო დღეს საქართველოს კიერებს სოფლიოც არ იქნებოდა სხვანაირი იქნებოდა აი გაზის კამერები რო იყო ერთ-ერთი გაზის კამერა შეიძლება გორში ყოფილიყო ზუსტად განთავსებული სპეციალურად რომ ახალი სტალინი არ დაიბადოსო კიდე აქიდან რომ და აი იმ გაზის კამერებში იქნებოდა თქვენი წინაპრები და ვერც დაიბადებოდით ვერასდროს რა გიდათ ბოლო-ბოლო ვინახართ რა დედამქშობათ ასეთი რა ეხლა ეს სტალინი რომ მისცა ჩვენ მეზობელს სომხებს ეხლა ისეთ პიარს გაუკეთებდნენ რა ვიცი მე თითეული იმ რაიონის ცხოვრები სადაც იქ დაიბადებოდა მილიონერი გახდებოდა ბიჭო რა უბედურება აი ეს ვინახართ რა ხართ ან ისიც არ გაგიგიათ მაგალითად რომ სტალინის სახელობის ქუჩები ევროპაში რო არის და ძეგლებიცა დგას შეიძლება ისტორიას არცემდეთ პატივს ან ეხლა წიგს თქვენ რომ ეხლა მე ნოტაცია ამათ რომ უკითხო ეხლა ნოტაცია სტალი მაინც აზრი არ აქვს იმიტომ რომ ეხლა ესენი ფული აქვს დაღებული ამ გრანტი ჭამიებს და ამათ ეხლა რაც არ უნდა უთხრე მაინც ილაპარაკებენ იმას აზრი არ აქვს ამა ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ეხლა ჩვენ რაღაცა ამათ შთასაგონებლად კი ლაპარაკობთ აზრი არ აქვს ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ერთადერთი აზრი აქვს იმას რომ ხელისუფლებამ შეცვალოს პოლიტიკა მართლა რომ მე არ ვიცი ეხლა ამდენ ამის როგორ უნდა უთმინო კაცმა ამდენ რამეს